ამაში დაგიმალოთ თქვენ ტელეფონს. გრიტიშვილი, გარიცხულია სკოლიდან. ძალიან გთხოვ, ახლა მოდი და გადაგვარჩინე რა. დედაშვილობანაც წინა სერიაში დედამ მოულოდნელი ზარი მიიღო. ალო, გელა. მართა და გელა მიჩხუბა სკოლაში და იქნებ წაიყვანს. ძალიან განერვიულებულია. გთხოვთ, მოდით უშველით. რა იჩხუბა კაცო, რანაირადაა, რა ცუდადაა, რა ჭირს. ჩემი ტყუილი კი დირექტორის ყურამდე მივიდა. მოდი მაშინ ნემსი გავაკეთოთ. არა. მოვიტყვე რომ უცენი მტკივა, იმიტომ რომ საკონტროლო არ ვიცოდი. ერთ საათის შემდეგ გიძახის რომ მოვიტყვე და არ ვიყავით. სუდად საკონტროლო არ მინდოდა მეწერო. ეს ახლა როგორი საქციელია? ალბათ ხვდებით რა განაჩენსაც გამოგვიტანდნენ. ეს რა არის თქვენ საერთოდ არ ყოფილხართ ბავშვები თუ რა? მე არ დამიწყია შხუბი. არ ვარ დამნაშავე. ხო ვიცი მე რომ მართალი ვარ. როგორ მოვიქცე, მითხარი რომ შენ მოგეწონოს. აი რა გადაწყვიტა დირექტორმა. რას მზანი? ჩემი დათუჩიას ხსენებას არ ვაპატიებ არავის ესე. და დავასრულე საერთოდ რა ეს შაქარიმა გაწეული და მოიცანდა ერთი. ეს არის დედაშვილობანა სერია 6. როგორ გაგვირიცხეს სკოლიდან. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეს დედაშვილობანას სერიები. ესე იგი რა გაჩხუბებს გელა აბა მომიყევი. ჯერ ხომ მანანამ გამამწარა, ისე გამამწარა რომ აი არ ვიცი. გავგლე ჯამბავს თქო და შენ რაღაცა გაჩხუბებს. რა? რატო გიყვარს ეს ჩხუბი მაინდამაინც? და შეარცხვინო მთლიანი ოჯახი? ყველა მაგას გეუბნება რომ ხან მანანა მიჩხუბა, ხან ვის იმას ნახან რა მოიტყუეს და რა ჩხუბი ახლა მოყევი დროზე. ხედავ შენ ეს გრიტიშვილებ თავხედები, ლამრო თავხედები რა ვაფშე აღარ შემილია. მე არ დამიწყია დედა ჩხუბი, ჩემ კლასეს აბულინგებდნენ ვიღაც ცოტა უფროს კლასელები და დავიცავი დაცინოდნენ ფეხსაცმლის გამო ჩემ კლასებს, ჩემ რა ფეხსაცმლის გამო? ფეხსაცმლის გამო, ხო? ფეხსაცმლის გამო რატომ უნდა დაცინო ადამიანი? აი ცოტა გახეული ქონდა ფეხსაცმელი და ვაგიტო დაცინოდნენ და რა წესია ახლა ცუდი ვქენი რომ დავიცავი? უფრო უნდა გეცემა. იქ უნდა ყოფილიყავი მაშინ და მიხვდებოდი რომ ჩემი ბრალი არ არის არაფერი. მეც ეგრე მოვიქცეოდი გელა. და ამაზე მაინც არ ეჩხუბო, იმიტომ რომ აღარ აიქნა ვერ გავიგე. შენ გვასწავლე ზუსტად რომ როდესაც უსამართლობას დაინახავ თუ აუცილებლად ამოიღეთ ხმაო და ზუსტად ეგრე მოიქცა ყოჩა გელა. აი მე ერთი ლამარა ეს ტელეფონი როგორაა გეხვეწები რა? იმან ჩემო გია მომიტანა გუშინესა და ერთი როგორ არა ხო სწორი გიქნია ახლა გელა რა თქმა უნდა. თუ მართლა ეგრე მოიქეცი, მაშინ ძალიან კაია, მაგრამ არ მგონია რომ დაგვიძახებდნენ დირექტორთან ეგეთი რაღაცის გამო, რავი. და ისენს ჩხუბი არ უნდა არაფერს. შეგიძლია გითქვა უბრალოდ წესიურად და რავი თუ გაითვალისწინებდნენ და არ უნდა ეს ხელების ქნება და ჩხუბი და და მე არ დამიწყია ხელების ქნება, უთხარი წყნარად ვეუბნებოდი და თვითონ დაიწყეს და ეხლა რა მექნა მე გავქცეულიყავი? პინკოდი აქვს რაღაც. პინკოდი მოიცანდა ერთი დავაი მიდი 28 0499 და გაიხსნა რა? გაიხსნა მანახე ერთი ხო მომიტანა იმ გიამ და ვინ არის დედა რა სახე მიიღე რა იყო? თქვენი აზრით ვინ არის აბა? დიახ. დიახ, კარგი, აუცილებლად მოვალთ დიახ რომელზე? 4-ზე? გავითვალისწინეთ, კარგი. ეს რა არის თქვენ საერთოდ? ვერ ხართ კარგად? რა არის ვინი? დირექტორი იყო ვინ? აუ რა. ჯერ დამრიგებელი. მე საერთოდ ექიმია ახლა რა? თუ ხვდებით რომ თქვენი საქციელი ვიდა დირექტორის ყურამდე. ეხლა არანაირი რომ მე არ წამოვა. ერთად სამივენი წავალთ დირექტორთან შეხვედრაზე. მე ვერ წამოვალ მაგალთან, ძალიან უცნაური ქალია და მაშინებს. ერთხელ თმა მქონდა უკან გაშლილი, ხილზე თმისამაგრები ქონია, გამომეკინდა და თმა შემიკრა. და რომელი საათია, ჰა? უნდა ვიჯდეთ ეხლა. დავიბარე 4-ზე, გოგო, დავიბარე 4-ზე. რა გვინდა წამოსვა? შენ დაგიბარეს. ვის გამო დამიბარეს? შენ წადი აწუთში ინგლისური აქვს წავალ მე. და შენ კიდე წამომყვები და გარეთ დამელოდი. არავე გააკეთეთ. თუ კიდე ეგრე მოიქცევით უკვე მე დაგიცავთ კი არა, ზედაც გაგაშურებთ, იმიტომ რომ მე ეგეთ შვილები არ მინდა. ეგრე რომ იქცევია ნახვამდის მორჩა წავედით.
იმიტომ რომ არც ჩანა, ლამრო მიდი რა ერთი გამიგე რა, ხო არ მოვიდნენ დერეფაში. შენგენაც მოიხმარი. ეს ლამროც არის ერთი რა. ძალიან მეშინია. დირექტორთან შეხვედრა საერთოდ არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გონი პირველ ცხოვრებაში დედას რისხვის უფრო მეშინია. ახლა კი ტოპ კომენტარს წავიკითხავ და შემდეგ გავიგებთ გადავრჩებით თუ არა. გამარჯობა ორი ერთნაირი. მე ჩემაჯავებელი მქონდა მათემატიკაში, ორ შაბათს და არ ვიყავ მზად. მასწავლებელს თხოვე და დამთანხმდა. ყველას ურჩევ რომ დედა არასდროს მოვატყუოთ. დედამ შეირჩევა უფრო ადრე წამეკითხა. გონი მე მათემატიკა არ მიყვარს. თქვენ რომელი საგანი გიჭირთ ყველაზე მეტად? დააკომენტარეთ და დაალაიქეთ ჩვენი სერიები. საერთოდ ძალიან ცუდი ბავშვები ყავს. ეტყობა ეს დედა მისიც არის რაღაცნაირი ქალია, ხო? ვერ გავიგე. ლამრო, საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დედის ჩართულობა მან. ცუდი არ შემარცხვინო ხოლა ჯერ ერთი რა ყოფილი რატომ იჭერდე და ხელს? დროს გულდებიან ყურეს ხო იცი ხა ჩვენ არაერთი თაობა ყავს დაზდილი ლამრო რა არა ნერვები წყობილიდან გამომდივარ რა საერთოდ. შენ არის ნერვი. ხო იცი ეს შაქარიობს ამიწევს და ამიწევს ამ ათხეელში რა რო იცი რა. შენ რა ოქრო ყავს. დედის ჩართულობა ლამრო არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. მაგას მამბობ მე დედა სიმართლე ვთქვა არც ის დირექტორი არ მიყვარს რა ძალიან გთხოვ არც ერთს არ დაუჯერო ძალიან რაღაცნაირები არიან ყველაზე ჭორაობენ ხოლმე ჯერ ეს მანანა მერე გელა საერთოდ არც მიხსენ მოდიან ვითომ მუცელი მტკივა შენ გონია ტკივა მე ლამრო გამიზომე რა პულსი ნერვი ახლა მაგრამ ჩვენი საქციელი მე მომწონს წამოდი ახლა დავაშავე და ეხლა ყველაფერი გელას ბრალი იყო და გელა არც კი წამოვიდა ეხაც ისე გამოდის რომ მე ვარ დამნაშავე რა არა და არ ვარ დამნაშავე ხო ვიცი მე რომ მართალი ვარ მე მგონია რომ კაი საქციელი გავაკეთე რომ ჩემი მეგობარი დავიცავი რომ აპუნგებინი ბავშვს და ეგეთ რაღაცას რომ ხედავ არ შემიძლია ვერ ვითვენ რომ შეიძლება ფეხსაცმლის გამო ადამიანს რომ დაცინო და მაგის გამო დაიწყო ეს ჩხუბი და მე ამ დიდებს არ აინტერესებთ მიზეზი ფაქტი მარტო ის არის რომ ვიჩხუბეთ ხოლა წამოდი დროზე ხმა არ ამოდი როგორ მოვიქცე მითხარი რომ შენ მოგეწონოს შვიდად არაფერი არ თქოვა ყველაფერზე დაგვეთქვი მე წამოდი დროზე შებრცა რა ვიცი ერთი რა გამარჯობა ბოდიში გამარჯობა დიახ ბოდიში გამარჯობა და გაგვიანდათ საკმაოდ ესე მართა მზად ხართ მოისმინოთ თქვენ შვილებზე რა ვიცი ლამარა აგერ კი დამეთანხმება 100%-ით ან 150%-ით არც თუ ისე სახარბიელო სიახლეები რომლით დავიწყოთ რომელი გირჩევნიათ რომლისაც თქვენ გინდათ დილა და მანანა კი არა მგონი ესენი ვერ გადამირჩებიან ახლა მეორე ტოპ კომენტარს წავიკითხავ და შემდეგ ამის გაგრძელებასაც იხილავთ გამარჯობა სამი ერთნაირი ძალიან მიყვარხართ სულ გიყურებთ გუში ღამე მოვედი 12 იყო და ჩემმა და მითხრა რომ ორი ერთნაირი დაიდო საწოლში ვიყავი და აუხტი საწოლიდან ისე გამიხარდა ვუყურე 5 სერიას ძალიან მომეწონა ლამარა ექიმი ძალიან სასაცილოა ლამარა ექიმი სატირელი რომ არ იყოს მისი ქცევა შენ და შენი დაიგო კი ძალიან საყვარლები ხართ მეგობრებო არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა ახლა კი ნახოთ რა განაჩენი გამოუტანეს ჩემ შვილებს ჯერ საერთოდ არც ერთი რო არ შემოდის დირექტორის კაბინეტში რას ნიშნავს ეს ქალბატონო მართა პასუხი გაქვს ამაზე ლამარა მართალი ხარ უკაცრავად მაგრამ აი უნდა გაიგოთ რადგან არ ხართ ეგეთი პატარები ბრძანებთ ქალბატონო საერთოდ რას ბრძანებთ თქვენი შვილის ტოლი შვილიშვილები ყავს მე და ეთოს იცი საერთოდ რას ბრძანებთ პატარები სასაცილოა რა ეს ყველაფერი სასაცილოა დედა ეთო ტყუილა ხო არ გეუბნები ლამარა 100%-ით ხარ შენ მართალი 100% მოკლედ პირველი ჩვენ ქალბატონო მართა ამ სკოლაში არაერთი თაობა ყავს დაზრდილი პატიოსანი წარჩინებული ქართველი ახალგაზრდები მეცა გავიზარდე დიახ მახსოვს ეს პერიოდიც თქვენი შვილები მანანა და გელა აგვიანებენ ლამრო ეგრეა საშინლად იქცევიან ყოფაქცევა არ ვარ გაიცი არც იტყუებიან ლამრო ეგრეა კანიეშნახეთ უამრავ ჯერ ჩხუბობენ ლამრო ეგრეა უკაცრავად ბავშვები არიან ჯერ ეგერთი და უბრალოდ რომ რაღაც ხელს კრავენ ერთმანეთს ბავშვებს გვასწავლეთ თან ბავშვები არ ყავს ქალბატონო ჩვენ არაერთი ბავშვი ყავს გაზრდილი აქ არაერთი ჯერ ეგერთი იმით დავიწყოთ რომ მე რასაც მინდა იმას ვეთყვი ჩემ შვილებს და ისე გავზრდი როგორც მე მინდა და ბავშვები რო არიან და რო იცელქეს ერთხელ მაგის გამო ესე ბავშვებით არ უნდა მოიქცეთ ჯერ ეგერთი და ვერ მასწავლეთ ვერაფერს თქვენ არ ყოფილ ხართ ბავშვები თუ რა ან შვილები არ ყავთ ხო თქვით შვილიშვილები ყავს არა სადაა ლამარა აბა შენი შვილი შემთხვევით გარიცხული ხო არა ისე სკოლიდან თუ რაღაც ვერ უხედავ ხოლმე ვერა საერთოდ საერთოდ ჩემი შვილიშვილის არა გეკითხებით უკაცრავად თქვენ რო ესე ძალიან ხსენებას არ მაპატიებ არავის ესე დავიკლავთ აქ იცოდე როგორ დედა მომ ერთი წამი რა ლამრო გეხვეწები ხა შენ გენაცვალე ერთი წამი უკაცრავად ეხლა დირექტორი ვარ თუ რა ვარ ქალბატონო
ცოტა მართა ერთი წამი რა. უკაცრავად მე მყავს შვილები და მეც ვიცი ქცება. ამის გამო ხალხი ბოდიში. უკაცრავად. მე ლამრო ჯერ სუდად არის ეთო შენ გენაცვალე არ ინერვიები. ეხლა მე ვარ სუდად ჯერ ეგერთი. ეხლა შენ რომ გაჩნდეთ არ შეგიძლიათ ეთო წამოგავიდეთ. მამარა გავედით რა. მე მობალ მე უკაცრავად. მართა მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე, ლამრო რომ მოგვერდე დავწერეთ. აჰა. და ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო. ლამრო საბოლოოა. მანანა გრიტიშვილი გარიცხულია სკოლიდან 3 დღით. აღარ განიხილება ეს. და დავასრულე საერთოდ რა ეს შაქარიმა ქაწეული და რა კარგი ხალია 3 დღით რომ გადიგდო შვილი სკოლიდან. წავედი რა. არის ფიქრობთ რომ მე ვინმეს დავავიწყდი, მეც გამრიცხეს მანანასთან ერთად სკოლიდან. დედამ სახლში 2 ოქმი მოიტანა. რაც არის, მთავარია დედა გვიცავს და დედას უყვარვართ. მოდი ვნახოთ თქვენ რას ვწერთ. გამარჯობა, თქვენი დიდი ფანი ვარ. კლასელები დამცინია რომ გიყურებთ, იმიტომ რომ ბიჭი ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მომწოხართ. ნეტა ოდესმე ტოპ კომენტარებში მოვხდე, მაგრამ ვიცი შეუძლებელი არაფერია. მთავარია გჯეროდეს, ძალიან მიყვარს დედაშვილობანა. გელამ ხიარულია მანანა უშიშარი მართა ყოჩაღი. თქვენგან კითხვად შევიყვარ და ერთ თვეში 9 წიგნი წავიკითხე, ძალიან მიყვარხართ. მეგობარო, გახსოვდეს სხვისი და ცინვა მარტივია, მაგრამ დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რომ იყო ის, ვინც ხარ და არ მალავდე იმას, რაც გიყვარს. შენ ძალიან მამაცი ბიჭი ხარ და იცოდე ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. თან გონი უკვე ჩვენზე ჭკვიანიც ყოფილი ხარ 9 წიგნი ერთ თვეში, ალბათ შეუძლებელი მართლაც არაფერია. აბა ახლა იცით ხომ ალბათ რაც და როგორ გააკეთეთ. ცოტა რომ დაგეტანათ ტვინი და ეგრე მოგეგვარებინათ საქმე არა? თუ მაინდა-მაინც უნდა გეჩხუბა შენ. და შენ კიდევ ტესტის წერა არ ჯინდოდა ესე იგი, ხო? მოგიყევი მე რატომაც უჩხუბო. ვაიმე ხო, მაგრამ მე რა ვიცი, შვილო, სინამდვილეში სხვათა შორის. მეცოდებიან ეს ბავშვები, მაგრამ ესე რა წიქცევიან, მე მაგას ვერ ვხვდები. არ მოიქცე ესე ცუდად და ძალიან მშვენივრად, მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებთ, ხო? მაგრამ არ უნდათ ეს 7 ცხოვრება, ვაიმე. ეს იბრად უნდა მოიქცეთ. არ შეიძლება ესე მოქცევა, რამდენჯერ გითხარით. ცოტა ჭკვიანურად, ცოტა მომისმინეთ, რომ ეს აღარ მოიქცეთ, არა? არ მოგბეზრდათ? სულ რო გეჩხუბებით? და სულ ეს ცუდად რო იქცევით? ხან რას გაკეთებ, ხან რას დამირეკავს დირექტორი, ხან რას დამირეკავს და არ ვიცი მე უკვე. დავიღალე ოღონდ მართლა. მეც ვიყავი ბავშვი და მეც ვაკეთებდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ კაცო ყოველ თვის ყოველ დღე ხონდა ისწავლონ. აი რა გადაწყვიტა დირექტორმა? ძალიან ცუდი რაღაც? რა გადაწყვიტა და რამდენიმე დღით იქნებით გარიცხული სკოლიდან. Yes. აი ბოდიში დედა. ნელა იყავი შენ, თორე ეს 3 დღით კი არა, ხვალო ეწახვალ. სკოლაში აღარ ვივლეით? 3 დღე. და ძალიან დაბნეული ვარ. მე ყოველთვის მინდა რომ კარგი დავიყო, კარგი შვილი ვიყო, კარგი მოსწავლე ვიყო, მაგრამ თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ არის. ანუ თავში ვარ და შეიძლება მოვიტყვე ცუდ საქციელია, მაგრამ ეგეთი რაღაცას არ ჩამიდენია რომ სამშობლო და ოჯახი შევარცხვინო რა. და ბავშვი იმისია მგონი რომ რაღაცა შეცდომა, ანუ მოუვა, იმიტომ რომ ბავშვია და არ იცის უბრალოდ და დედა იმედი არ გაიგებს, მე ესე ვფიქრობ, თორე შეიძლება უფრო გაბრაზდეს. რა უნდა ვწადოთ სამით? აი დროები ჩამოგართვით ტელეფონს. არა, დედა შანსი არა. ტელეფონი რა შუაშია რა. არის ზუსტად ეს. ტელეფონს იძახი რა. აბა სხვა რა. თქვენი აზრით ისე ამ ქცევებით წახვალთ ექსკურსიაზე? დედა ექსკურსიაზე ყველა ბავშვი მიდის, უნდა გაგვი. ხო და თქვენ ისე იქცევით რომ არ წახვალთ. აი ვიღაცები ჩვენზე უარესად იქცევენ და მაინც მიდიან ექსკურსიაზე, ყველა ბავშვი მიდის, უნდა გაგვიშვა. ვაიმე, ვნახოთ, როგორც მოიქცევით, იმის მიხედვით შევფასებ, წახვალთ თუ არა ექსკურსიაზე. მე ჩამოგართმევთ, რამდენიმე დღით ტელეფონს არ გიქნებათ ისწავლეთ. იმეცენად რომ იხოთ, შვიდ წყნარად დაწერეთ ტესტები და კარგად იყავით ესე იგი რა. და მე რა შევიფიქრო. ჯერ არა გამორიცხული. იმდენად დიდი არაფერი არ ხდება, მაგრამ ვისჯებით ბავშვები. ისიც რთულია რომ შენთვის გაჩუმდე და ჩუმად იყო და ეგეთ რაღაცას რო ხედავ, თვალი აარიდო და თვალი დახუჭო ყველაფერს. მეგობარი როგორ არ უნდა დაიცვა. იმედია რა ვიმაბადიებს დედა რა და გაიგებს ყველაფერს. მე არ მაქვს ტელეფონი. რანაირად არ გაქვს? ვერ მოგცემ დედა ტელეფონს რა. რატო? იმიტომ. აი, ამაში დაგიმალოთ თქვენ ტელეფონს. ეს არის სეიფი. გავწეროთ ჩემი პაროლი არ დაინახოთ.
რა არის პაროლი? რატო უნდა გითხრათ თქვენ? მომეცით? დავიღალე რა არის გამო უბრალოდ მაგ დირექტორის გამო რომელიც ბოროტია. არგე არა, შანსინულია, მომეცი. არა! რატო გვართი? დედა, 3 დღე რა უნდა გავაკეთო? ითამაშეთ, ეზოში ჩახვედით რამეს გააკეთე, მომეცი ახლა რა. 3 დღე ამას უყურო. აი მორჩა ვეღარ გააღებ, ნახე. აი, მანახე უნდა გამოვიცნო. აბა მიდი, აი აბა მიდი ერთი. ანუ არც სკოლაში არ უნდა ვიაროთ, არც ტელეფონი არ გვექნება, აბა რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა მოგცემთ მე წიგნებს და თქვენ უნდა წაიკითხოთ. აი, ოღონდეს არა. ერთი და იგივე ზომის მოგცეთ, თორე ერთმანეთს დაკლავთ, ჩემი უფრო დიდია, ჩემი უფრო დიდიაო. მე უფრო პატარა მომეცი. არა. მე ტირაკინდოთ. შენ წაიკითხავ აი ამ მოთხრობებს 2 დღეში, რამდენ გვერდიანია? 140 და შენ აი პეპი გრძელი წინდას 2 დღეში. 130-იანია და ჩემი Yes. 130-იანი. არა უშავს, არა. აი მაშინ ბოლოად თქვენც არ წავიკითხავ. არა, წაიკითხავ ყველა გვერდზე გძიდა წერი აქ ნახე პატარა. აბა დავიწყეთ. კითხვა საერთოდ იცის ამან? ეს დავით შავს გადროიტეში მოხდა და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. მე უფრო სწრაფად კითხავ. იკითხავ. შრიქთა კორწილზე მოგახსენებთ. შრიქთა კორწილი რა არის? აი ტელეფონები რომ იყვება. ნახე რა მაგ. იყვება. სუპერტელა აღმოსრდელი. ნა მაგამდე ხარ უკვე? სუპერტელა გადე. აღმოსრდელი რა არის? რა და შენ? ბოლომდე არ დალიო. დედა. გაუსაძლისი ამასთან ერთად ყოფნა. კაი რაღაც უნდა გითხრა. რა? რაღაც მაქვს. რა დე? რა არის? არაფერს არ ვაკეთებთ მართლა. არაფერს. რა ქონდათ გამო? არა. არაფერი. ეს რა არის? დედა, არა გვიღია მართლა და მომეცი. ეს რა არის? ეს მამა მაჩუკა. დროზე მომეცი ტელეფონი. გაფუჭებულია ეგ ტელეფონი. არა, რა თქინდა? არა. გაფუჭებულია. გაფუჭებულია. მომეცი მე გიდეა შენ ორალდა მომისმინო შვილო. არა, ასე არ გამოვა, რაღაც უნდა მოვიფიქრო. ისევ მე. რა ვქნა მეგობრებო? დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ისე ერთი იდეა მაქვს. დედა, მაშინ ერთი სურვილი შეგვისრულე. რა? მარტო ერთი ზარის გამოყენების უფლება მომეც. სად გინდა დარეკვა? ერთი ზარის გამოყენების უფლება ციხეში წია. აი, რას მყიდულობდი საერთოდ, სულ წაკერთვა სულ. აი მეზობელი მეძახის და აი აქ არის, დადი აქ და მე ჩავდებ და მოვალ სამ. კარგი. ძალიან გთხოვ, ახავე მოდი და გადაგვარჩინე რა. ისო ნიჩივო. მე თქვა ეს სცენარიდან ამოვარდნილი იყო. პინკოდი არის ოთარი ჩემი მეუღლის დაბადების დღე რა თქმა უნდა. მე რა ვიცი შენ ოთარის. ომაცინეთ დირექტორი რო იბარებს სკოლის არც უნდა შემოვიდეს? კალია. აგდებული ტონი. კაი, ვამარა. აგდებული. ლამბრო აი ტოპ გადოხრა მართლა იმენა საოპერაციო მორმი. ჩემ დათუჩიას ხსენებას ეს წამიცან გამეცენ დათუჩია.